სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა ამინ. სიტყვა თქმული წმინდათა შორის მამისა ჩვენისა ლუკა ყირიმელისა. წმინდისა დიდისა მოწამისა და ძლევა შემოსილისა გიორგის ხსენების დღეს. უკვე თუმცა სოფლისაგანი იყვენით, სოფელიმცა თვისთა ყვარუქა. რამე თუ არა სოფლისაგანი ხარ თქვენ, არამედ მე გამოგირჩიენ თქვენ სოფლისაგან. ამისთვის ზულთ თქვენ სოფელს. მოიხსენეთ სიტყვა იგი, რომელი გარკვ თქვენ, არა არს მონაი უფრო ის უფლისათვის ისა. უკვე თუ მემდევნეს თქვენცა გდევნე. უკვე თუ სიტყვანი ჩემნი დაიმარხნეს, თქვენიცა დაიმარხნე. უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს ეს სიტყვები არა მარტო წმინდა მოციქულებისთვის არის განკუთვნილი, არამედ მათთვისაც, რომელთაც თავის მცირე სამწყსოს უწოდებდა. მცირე სამწყსო აერთიანებს ყველა მათგანს, ვინც ირწმუნა უფალი იესო ქრისტე. მის მცნებებს ნეტარებისა და კანონს, სიყვარულის კანონს, რომელიც ამ მცნებებს ამოძრავებს, საკუთარი გული გაუღო. ამ მცირე სამწყსოში კი მოკაშკასე ვარსკვლავებად გვევლინებიან წმინდა მოწამენი, რომლებიც ღვთისა და მაცხოვრის ჩვენისა იესო ქრისტესადმი სიღრმისეული რწმენით, გარშემოუწერელი სიყვარულით, თავგანწირვითა და ენით გამოუთქმელ ტანჯვა წამებათა თავს დებით გამოირჩევიან და ჩვენთვის უდიდეს მაგალითს წარმოადგენენ. წმინდა მოწამეთა უზარმაზარ დასში, რომელშიც ალბათ 10,000-ობით მოწამეა, ბრწყინავენ დიდმოწამე წმინდანები. ისინი, ვინც ქრისტეს სახელით საშინელი სატანჯველი დაითმინა და რომელთა გმირობასაც უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება მთელი ქრისტიანული სამყაროსათვის. და ამ უდიდესთაგანაც გამორჩეულია დიდმოწამე და ძლევა შემოსილი წმინდა გიორგი, რომელსაც პატივს მივაგებთ დღეს. რატომ ვანიჭებ ასეთ უზარმაზარ მნიშვნელობას წმინდა მოწამეთა გმირობას? უპირველეს ყოვლისა იმიტომ, რომ ისინი თავიანთი სისხლით და ქრისტეს მიმართ უზომო სიყვარულით, დიდწილად ქრისტეს მოციქულთა ქადაგებას შეეწეოდნენ. აბა დაფიქრდით, 10,000-ობით წმინდა მოწამენი რომ არ ყოფილიყვნენ, განა ქადაგებას ქრისტეს აღდგომის შესახებ და ჯვარზე გაკრული უფლის აღდგომას ექნებოდა ასეთი ყოვლის მომცველი ზემოქმედების ძალა. განა შეძლებდა ყოველი ერი, რომ სულ რამდენიმე საუკუნის მანძილზე ერწმუნა ჯვარზე გაკრული ებრაელი მოძღვარი და მასში ჭეშმარიტი ძე ღვთისა და კაცობრიობის მხსნელი ამოეცნო. წარმართები უთუოდ დასცინებდნენ ჯვარცმულისადმი რწმენას, თავად ეს რწმენა რომ არ განმტკიცებულიყო მისი მკვდრეთით აღდგომით. მოციქულებს რომ არ ეკადაგათ მასზე, როგორც ჯვარცმულსა და მკვდრეთით აღდგომილზე, მომკვდარსა და გაცოცხლებულზე, სიკვდილისა და ეშმაკის მძლეველზე. ამ დიდ საქმეში წმინდა მოწამეთა მონაწილეობას ყველაზე ღრმა, ყველაზე ქმედითი მნიშვნელობა ჰქონდა. რამე თუ იცით თუ რაოდენ დიდ შთაბეჭდილებას ახდენ და წარმართ მაყურებლებსა და თავად ჯალათებზე მათი ტანჯვა, როდესაც უდრტვინველადა და უშიშრად, ზოგჯერ კი ბაგეებზე მადლიერების სიტყვებით სულის შემძვრელ წამებას იტანდნენ. დღეს წმინდა და ძლევა შემოსილი გიორგის ხსენების დღეს ვზეიმობთ და ვიხსენებთ აგრეთვე ალექსანდრას, წყეული დიოკლიტიანეს ცოლს, იმ დიოკლიტიანესი, რომელიც რომაელ იმპერატორთაგან ყველაზე მეტად დევნიდა და აწამებდა ქრისტიანებს. იცით რომ დიდმოწამე გიორგის ტანჯვამ, რომელსაც ეს სუფთა გულის ქალი უცქერდა, იგი უეცრად ქრისტეს რწმენით აღავსო. თავისი საზარელი ქმრის წინაშე თავი ქრისტიანად გამოაცხადა და დიდმოწამე გიორგისთან ერთად ქრისტეს გამო სასიკვდილოდ გასწირა თავი. კვლავ გავიმეოროთ ეს შეკითხვა. რატომაა მთელი ქრისტიანული სამყაროსათვის მოწამეთა სისხლი აგრე რიგად მნიშვნელოვანი? ვინაიდან ეს სისხლი განამტკიცებს და განსწმენს მიწას. სწორედ ამ სისხლის ეშინიათ ყველაზე მეტად და მის წინაშე ძრწიან თავად ეშმაკი და მისი შავბნელი ანგელოზები. სხვა კუთხითაც უმნიშვნელოვანესი დატვირთვა აქვს წმინდა მოწამეთა გმირობას. მათი ურყევი რწმენა და სიყვარული ქრისტესადმი ჩვენთვის ნათელ მაგალითს წარმოადგენს. უნდა გვრცხვენოდეს საკუთარი სულმოკლეობისა, როდესაც შიში იქ გვეუფლება, სადა იგი არა იყოს შიში. თავად მოწამეებს არავისი და არაფრის ეშინოდათ. მათ არავინ და
ვერავინ და ვერაფერი აცნუნებდა. იმპერატორ დიოკლეტიანეს, რომელმაც წმინდა გიორგი აწამა, ძალიან უყვარდა ის და საკმაოდ აფასებდა. როგორც მამაც და შეუცვლელ მეომარს. როდესაც დაინახა, რომ ყველაზე მტანჯველმა წამებამ წმინდანში ქრისტეს რწმენა ვერ გატეხა, შესთავაზა წმინდა გიორგის ღმერთებისათვის მსხვერპლი შეეწირა და ამის საზღაურად თავის ძლევამოსილ რომაულ სამეფოში მეორე კაცად დააყენებდა. ცხადია, ამ შეთავაზებაზე წმინდა გიორგის მხოლოდ გაეცინა. რომაელი იმპერატორის დანაპირებ დიდებასა და პატივზე უარი თქვა, რამე თუ ქრისტესადმი მისი რწმენა ან დამატივით მტკიცე, ხოლო სიყვარული კი უზომო იყო. მოძღვართაგან ხშირად გაგიგონიათ ქრისტესათვის თუ რა საშინელი ტანჯვა გადაიტანა წმინდა გიორგი. ამაზე დაწვრილებით აღარ შევჩერდები. თავადაც კარგად გახსოვთ, როგორ ეწამებოდა ის მთელი დღე და ღამე ფეხებზე დადებული ხუნდები და მკერდზე უზარმაზარი ლოდი, რომელმაც კინაღამ გასრისა იგი. მისი ბორბალზე წამებაც კარგად მოგეხსენებათ, რომელშიც ჩაჭედებული იყო უამრავი ლურსმანი და დანა, რომლებიც უმოწყალოდ გლეჯდა მის წმინდა სხეულს. როგორ ჩააცვეს რკინის ჩექმები, შიგნიდან რომ მახვილი ლურსმნებით იყო სავსე და ამ ჩექმებით ქალაქის ქუჩებში დაარბენინებდნენ. ისიც კარგად იცით, როდესაც ჩაუქრობელი კირით სავსე ორმოში ჩააგდეს, თავზედაც ეს კირი დააყარეს, რის შედეგადაც იგი უთუოდ ცოცხლად უნდა დამწვარიყო. თუმცა 3 დღის შემდეგ, როცა დიოკლეტიანემ ამბის გასაგებად შიკრიკები გაგზავნა, მათ პასუხად მოუტანეს, რომ წმინდა გიორგი სრულიად უვნებელი გახლდათ, ხოლო იხილა რა დიოკლეტიანემ მის წინაშე სახსალამათად მდგომი დიდმოწამე საკუთარ თვალებს არ უჯერებდა. ურთულესი იყო წმინდა გიორგის თავგანწირვა. ნიშნად იმისა, რომ ღვთისთვის სათნო იყო ეს უდიდესი გმირობა, უფალმა იესო ქრისტემ საპყრობილეში დამწყდეული წმინდა გიორგი თავად მოინახულა და გაამხნევა და ტანჯვა წამების დასრულებისათვის აკურთხა. წმინდა დიდმოწამესა და ძლევაშემოსილ გიორგის არაფრის ეშინოდა. ჩვენ კი სუსტი და უბადრუკი ქრისტიანები, როგორ ვიქცევით, როცა თუნდაც შორიდან გვგრძნობთ საფრთხის მოახლოებას. განა არ ვამჯობინებთ წარმავალ და არაფასეულ ამქვეყნიურ სიამეებს მარადიულ ნეტარებას. განა ჩვენს მიზანს უფლის მიერ მოცემულ გზაზე სიარული წარმოადგენს. გვახსოვს კი ქრისტეს სიტყვები, მე ვარ გზა და მე ვარ ჭეშმარიტება და ცხოვრება. წმინდა დიდმოწამე გიორგისათვის ქრისტეს გზა იყო ჭეშმარიტებაცა და ცხოვრებაც, რომლიდანაც არასოდეს გადაუხვევია. სხვა გზას ის არ ცნობდა და არ ცურდა. ვერავითარმა მუქარამ და შიშმა ვერ მოდრიკა იგი და მამაცურად გააგრძელა ქრისტეს გზა. ამიტომაც ვიხრით ხეს ყველა წმინდა მოწამის წინაშე, განსაკუთრებით კი ისეთი დიდმოწამისა, როგორიც წმინდა გიორგი გახდათ და ჩვენს მხურვალე სიყვარულს აღვვლენ. ისინი ჩვენს რწმენასა და სიყვარულს სასწაულთ მოქმედებით განამტკიცებენ, რამე თუ მრავალი მათგანი სასწაულთ მოქმედების ნიჭითაც გამოირჩევა. ალბათ მოგისმენია თქვენი მოძღვრებისაგან იმ 3 სასწაულის შესახებ, რომელიც წმინდა დიდმოწამე გიორგი მოახდინა. მან გაათავისუფლა 3 ჭაბუკი, რომლებიც ტყვეობაში იტანჯებოდნენ. გახსოვთ, როდესაც ისინი მშობლიურ კერიასა და დიდმოწამის დღესასწაულზე ფიქრისას ბატონებისათვის სუფრაზე მისართმევად საჭმელსა და ღვინოს ამზადებდნენ. სრულიად მოულოდნელად თეთრ რაშზე ამხედრებულმა წმინდა გიორგიმ ხელში აიტაცა ჭაბუკები და თვალის დახამხამებაში მშობლიურ სახლში მშობლებთან დააბრუნა, რომლებიც სწორედ ამ დროს დიდმოწამის ხსენების დღეს აღნიშნავდნენ. ასეთი სასწაულები ხომ ჩვენი რწმენის გაძლიერებასა და იესო ქრისტეს სიტყვების ჭეშმარიტების გამტკიცებას ემსახურება. აკი ბრძანებდა უფალი, რომ ისინი, ვინც მას ირწმუნებდა, არა მხოლოდ ასეც, არამედ უფრო დიდ სასწაულებსაც ჩაიდენდა და აღასრულებდნენ მოწამენი უდიდეს საქმეებს და ადასტურებდნენ ქრისტეს ამ სიტყვების ჭეშმარიტებას. მას შეგვწყვეს ჩვენი სულმდაბლობისა იმ პატარა შიშის მიმართ, რომელიც ჩვენს წარმოსახვაში ცოცხლობს. შევიყვაროთ უფალი ჩვენი იესო ქრისტე და მისი მოწამენი, უმეტესად კი წმინდა დიდმოწამე და ძლევაშემოსილი გიორგი, რომლის ხსენებასაც აღვასრულებთ ჩვენ დღეს. ამინ.
შეგვეციოს წმინდა დიდმოწამე გიორგი მისი ლოცვით მისი მეუღლებით უფალმა შეგვაძლებინოს რომ ღვთისკენ მიმავალი გზა ღირსებით გავიაროთ. ერთმანეთს დაგლოცოთ და გავხდით.